მოგესალმებით მეგობრებო. ეს არის YouTube არხი საფეხბურთო ნიუსები. დღეს ჩვენ ვიდეოში შემოგთავაზებთ ხელს-ხელ ტრანსფერებსა და საინტერესო მოვლენებს ფეხბურთში. თუმცა სანამ ვიდეოს ყურებას დაიწყებდეთ, მინდა გთხოვოთ რომ გამოიწოროთ ჩვენი არხი, რადგან ეს ჩვენ გვაძლევს ძალიან დიდ мотивაციას. ჩართოთ ზარიცხილ კი რათა არ გამოგცეს ჩვენი ვიდეოები. მოიწონოთ ვიდეო და აუცილებლად გაგვიზიაროთ თქვენი აზრი კომენტარებში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით. ახლა კი დავიწყოთ. სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში სანდერლენდმა მალმიოდან 22 წლის შვედი მეკარე მალკერ ელბორგი დაიმატა, რაც იმას ნიშნავს, რომ ზაფხულში კლუბს რობიან რუფსი დატოვებს. ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა Football Insider-ი წერს. მისი ინფორმაციით, შავი კატების ხელმძღვანელობამ იცის, რომ ზაფხულში რუფასი პრემიერ ლიგის რომელიმე გრანდს შეუერთდება. კერძოდ საუბარია მანჩესტერ სიტის, ჩელსისა და ლივერპულის ინტერესზე. სანდერლენდი მის სანაცვლოდ სულ მცირე 50 მილიონი გირვანკას სტენლინგის მიღებას გეგმავს. რობინ რუფსი ნაიმეგენის აკადემიის აღზრდილია და სანდერლენდში გასული წლის ზაფხულში სწორედ ამ გუნდიდან გადავიდა. ნაიმგენის პირველ გუნდში რობინმა 4 სეზონი ითამაშა. პრემიერ ლიგაში სადებიუტო სეზონს კი საუცხოოდ ატარებს. 24 შეხვედრაში მის ანგარიშზე 8 მშრალი მატჩია. მოგერიებების პროცენტიულობით კი მთელ პრემიერ ლიგაში მეორე ადგილზეა. როებს შავკატებთან კონტრაქტი 2030 წლამდე აკავშირებს, თუმცა დიდი ალბათობით ის უკვე კლუბს ამ ზაფხულს დატოვებს. ტრანსფერმარკეტის შეფასებით ნიდერლანდელი მეკარის საბაზრო ღირებულება 18 მილიონი ევროა. ჯერჯერობით უცნობია, როგორ შეიძლება აისახოს მისი პოტენციური ტრანსფერი ლივერპულის ქართველი მეკარის გიორგი მამარდაშვილის მომავალზე. ამასთანავე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ალისონ ბეკერთან დაკავშირებით მერსისაიდულ კლუბს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. ბევრი რამე იმაზეც იქნება დამოკიდებული, შეინარჩუნებს თუ არა მთავარი მწვრთნელის თანამდებობას რობიან რუფსის თანამემამულე არნესტოტი. აქვე გეტყვით იმასაც, რომ ბოლო პერიოდში მამარდას მომავალი თურქულ ბეშიქტაშას დაუკავშირეს, თუმცა ამ საკითხზე ოფიციალური ნაბიჯები ჯერ არ გადადგმულა. ზურიკო დავითაშვილი მიმდინარე სეზონში სენტ-ეტიენის ლიდერად მოგვევლინა. მის დიდებულ თამაშზე ფრანგული ჟურნალისტი გრეგ კორტე წერს, რომლის სიტყვებსაც გამოცემა მედინესტეინი აქვეყნებს. თავდაპირველად დავითაშვილის სენტ-ეტიენში მოსვლა რისკებთან იყო დაკავშირებული. დღეს კი ეჭვი აღარავის ეპარება, რომ მისმა ტრანსფერმა გაამართლა. ის ლიგაურის ნამდვილი ვარსკვლავი გახდა. ქართულ ფეხბურთელში ის უნარი მაოცებს, რომ უბრალო მომენტებიდან გოლს იტანს. ის თავისი გუნდის შეტევების მამოძრავებელი ძალაა. მის სახელს გულშემატკივრები ყველაზე ხშირად სკანდირებენ. მას ყველაზე კარგად დრიბლინგი გამოსდის და ზოგჯერ ის სალახის საუკეთესო პერიოდს მახსენებს. ზურიკოს თამაშის ყურება სიამონებაა. ნებისმიერ დროს თამაშის შედეგის შესვლა შეუძლია. შეგახსენებთ, რომ ზაფთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ქართველი ფეხბურთელი ბევრ ევროპულ კლუბს დაუკავშირეს, თუმცა საბოლოო ჯამში დავითაშვილმა ზაფხულამდე მოწდა და სენტ-ეტიენში დარჩენა გადაწყვიტა. ფლორენტინო პერესი ისეთი ხმაურიანი ტრანსფერებისთვის ემზადება, როგორც მას უკვე 26 წელია არ განუხორციელებია. რეალის პრეზიდენტი ბარსელონადან ნახევარდაცვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურის, პედრის დამატებას აპირებს და საამისოდ 2027 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბიუჯეტში ყველაფერი განსაზღვრული აქვს. პერეს სურს ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველის წართმევით უშუალო კონკურენცია ესეთივე ფსიქოლოგიური დარტყმა და ზიანი მიაყენოს, როგორც 2000 წელს ლუის ფიგუს შემთხვევაში მიაყენა. ამის თაობაზე პირველად ინფორმაცია ხუთშაბათს საკუთარი YouTube არხზე ცნობილმა ჟურნალისტმა სირო ლოპესმა გააკეთა, რომელიც კატალონიურ სპორტთან აქტიური თანამშრომლობით გამოირჩევა. მოგვიანებით იგივე სახის ინფორმაცია მედიის კიდევ ორმა წარმომადგენელმა, რობერტო გომესმა და ხუან გატომ დაწერა. საქმე იმაში გახლავთ, რომ ამ სამი ჟურნალისტის სატრანსფერო ინფორმაციები საბოლოოდ ყოველთვის დასტურდება, რის გამოც კატალონიური გრანდის კომაგებს შეშფოთების საფუძველი ნამდვილად აქვთ. ცნობისთვის პედრის ბარსელონასთან ხელშეკრულება 2030 წლამდე აკავშირებს და კონტრაქტში მის გამოსასყიდ ფასად 1 მილიარდი ევროა მითითებული. იტალიურ მედიაში საქართველოს ნაკრების და პარი სენ-ჟერმენის შემტევი ხუჩა კვარაცხელია გაიხსენეს. იტალიაში გავლენიანმა გამოცემა ლა გაზეტა დელა სპორტმა დაწერა, რომ მართალია ხუჩას გაყიდვის შემდეგ ნაპოლიმ სერია მოიგო, თუმცა გუნდს ქართველის შემცველი ამ დრომდე არ უბოვნია. სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ამის მიუხედავად ნაპოლიმ ნერეშისა და ნუაუ ლანგის სახით ჩემპიონები მოიპოვა.
დავით ნერეში თავდაპირველად ძირითადად მარცხენა ფლანგზე სათამაშოდ შეიძინეს. სწორედ იმ პოზიციაზე, რომელსაც ქართველი ფეხბურთელი იკავებდა. თავად ანტონიო კონტეს კვარაცხელიას PSG-ში წასვლამდე ბრაზილიელს ხშირად და წარმატებითაც იყენებდა მარცხენა ფრთაზე. თუმცა შემდეგ მოვლენები სხვანაირად განვითარდა. მარცხნივ თამაშისას ნერეში მიუხედავად იმისა, რომ ცუდად არ გამოიყურებოდა, თითქმის არასოდეს იყო გადამწყვეტი ფიგურა და რაც მთავარია უჭირდა გზის პოვნა მეტოქის კარისკენ. ვითარება რადიკალურად შეიცვალა მას შემდეგ, რაც ანტონიო კონტემ დავით ნერეში მუდმივად მარჯვენა ფლანგზე გადაიყვანა. მწვრთნელმა მას თხოვა, რომ ხაზთან კი არ გაჩერებულიყო, არამედ უფრო ხშირად ცენტრისკენ შემოწეულიყო. შედეგ მას არ დააყონა. ბრაზილიელმა გატანილი გოლების რაოდენობა გააორმაგა. რაც თავარია, მან დაიწყო მეტოქის დაცვის ხაზების განადგურება, არა მხოლოდ შესვლიდან, არამედ სასტარტო შემადგენლობიდანვე. ჯოვანი მანამ შეიძლება ვერ იპოვა კვარაცხელიას პირდაპირ მემკვიდრე, მაგრამ მან ნამდვილად აღმოაჩინა ჩემპიონი, რომელსაც თამაშის ბედის გადაწყვეტა შეუძლია. ეს არის გამარჯვებით დასრულებული შეცდომა. შეგახსენებთ, რომ ხუჩა კვარაცხელია ნაპოლიდან პარის სენ-ჟერმენში 2025 წლის იანვარში გადავიდა. პარიზულ გუნდს ქართველი შემტევის ტრანსფერი 80 მილიონი ევრო დაუჭდა. ინგლისის ჩემპიონშიპის 31 ტურში გიორგი ჩაკვეტაძისა და საბა გოგლიშიძის უოტფორდი საუთემპტონს ესტუმრა და 0-1 დამარცხდა. ლონდონელებმა ამ მარცხის დატურნიროს ხელში საქმე გაერთულეს. შეხვედრა მძიმე გამოდგა და ნაკლები საგოლე მომენტები ვიხილეთ. გიორგი ჩაკვეტაძე სასტარტოში იმყოფებოდა და მატჩი სრულად ჩაატარა. ჩაკვი აქტიური იყო განსაკუთრებით პირველ ტაიმში. რამდენიმე მომენტის შექმნა. გატანა თავადაც შეეძლო და მისი პასის შემდეგ მის გუნდელსაც მეტოქის მძოლს ყვითელი ბარათიც მიაღებინა. ჯამში კი უოტფორდმა მორიგი ცუდი მატჩი ჩაატარა და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სამი ქულა დაკარგა. რაც შეეხება საბა გოგლიშიძეს, ის მოედანზე მოულოდნელად გამოჩნდა. მისი დღეს თამაში დაგეგმილი არ იყო, თუმცა 70-ე წუთზე ცენტრალური მცველი სტეფან ფუნი დაიმტვრა. მის ნაცვლად კი მოედანზე საბა შევიდა. ეს ცვლილება კუთხურის დროს განხორციელდა და სამწუხაროდ ზუსტად ამ კუთხურს კაილ ლარინის თავური დარტყმით გოლი მოჰყვა. კანადელმა ფორვარდმა გოგლიშიძეს პოზიციური ბრძოლა მოუგო და მეკარეს აუღებელი დაურტყა. ჯამში უნდა აღინიშნოს, რომ ქართველი მცველი უშეცდომოდ მოქმედებდა და ყველა ორთაბრძოლის მოგება შეეძლო. მატჩის შემდეგ უოტფორდის თავარი მწვრთნელის მოვალეობის შესრულებელმა ჩარლი დინელსმა 3 Countries რადიოსთან საუბრისას განიხილა, რომ გოგლიშიძემ გასახდელში ბოდიში მოიხადა. მწვრთნელის თქმით, ის არასდროს ისურვებდა შეცვლის განხორციელებას, უშუალოდ სტანდარტული მდგომარეობის შესრულებამდე. მწვრთნელმა პირადად თქვა, რომ მოედანზე ვინც შედის, მან თავისი საქმე უნდა იცოდეს. ჩვენ ველოდებით, რომ ვინც არ უნდა გამოვიდეს მოედანზე, იცის თავისი სამუშაო, იცის თავისი როლი და ასრულებს მას. ყველა პასუხისმგებელია. იმედგაცრუებული ვარ შედეგით. პირველ ტაიმში კარგი თამაში ვაჩვენეთ, თუმცა მეორე ტაიმის დასასრულისკენ დონემ დაიწია. ფიქრობ, საკმაოდ ბევრი მომენტი შევქმნით, თუმცა მეკარე ისე ვერ შევაწუხეთ, როგორც გსურდა. გოლამდე იძულებულები გავხდით შესვლა გაგვეკეთებინა, რადგან სტივენ ფუნი დაშავდა. მოედანზე კაცნაკლებები რომ არ დავრჩენილიყავით, შეცვლა განვახორციელეთ. სტივენმა 5 წუთით ადრე გითხრა, რომ უჭირდა და წვივის კუნთის პრობლემა ჰქონდა. ამ კვირაში გუნდს ბევრ ამესთან მოუწია ადაპტაცია და ორმა გასვლისმა მატჩმა საქმე არ გაგვიმარტივა. ჩემპიონშიპი ასეთია. მცირე მომენტები დიდ განსხვავებას ქმნის. თუ გსურს, რომ პლეი-ოფისთვის ბრძოლაში დავრჩეთ, ჩვენი მომენტები უნდა გამოვიყენოთ. ახლა ის არ გამოგდის, თუმცა ყველაფერი სავარჯიშო მოედნიდან იწყება. შეგახსენებთ, ჩემპიონშიპში უოტფორდს სეზიზეთ 5 მატჩი არ მოუღია. 31 მატჩი 44 ქულა დააგროვა და მე-11 ადგილზეა. საუკეთესო ექსეულიდან კი 3 ქულიანი ჩამორჩენა აქვს. გუნდი 32 ტურში 14 თებერვალს პრესტონს ესტუმრება. მეგობრებო, დღეისათვის სულ ეს იყო. თუ ვიდეოს სამ ნაწილამდე მოხვედი, აუცილებლად მოიწონო ვიდეო და გამოიწერეთ ჩვენი არხი. ასევე არ დაგავიწყეთ, გამოიწერეთ ჩვენი Instagram და TikTok გვერდები. ჩვენ კი შევხვდებით მომავალ ვიდეოში.